ამ სიტუაციაში მსხვილი ბიზნესი რადგან ახსენეთ და მე დასაწყისშიც იმიტომ დავსვი ეს კითხვა, რომ ბევრჯერ გვისაუბრია ამ ეთერში, რომ ბიზნესი ყოველთვის ფრთხილია, ბიზნესისთვის მთავარია სტაბილურობა, ბიზნესისთვის მთავარია როგორიც არ უნდა იყოს მაინც ხელისუფლებასთან კონდეს კომუნიკაცია, იმიტომ რომ პრობლემების შექმნას მით უმეტეს მყიფე დემოკრატიებში ძალიან რბილად რო ვთქვათ, არაფერი არ უნდა, ხომ ბიზნესისთვის, მაგრამ და ამიტომაც რაღაცნაირად გვესმოდა თუ ვიღაცა ჩუმად იყო და მაინც პროცესებს აკვირდებოდა. ახლა ხომ თითქოს ბევრად გასაგებია ყველაფერი იმ ნაბიჯებიდან, იმ კანონებიდან, იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რაც მართლ პარტიას აქვს. აი ამ სიტუაციაში ვინც ისევ ჩუმად არის, ვისაც მიესწრება, მაგრამ მე ხმამაღლა არაფერს არ ამბობს, რითი შეიძლება ეს აიხსნას? რომ მათაც დაკარგეს იმედი, რომ მაინც ვერაფერს ვერ გააგებინებს და ალბათ მათ უნდა კითხოთ, ხო მე ვერიდები და არც მინდა რა სხვის მაგალითად პასუხი გაგცეთ. ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი შეფასება მაქვს, მე ვთვლი რომ მთავრობა რომელიც უნდა გამოხატავდეს ხალხის ინტერესს, ჩემთვის არ მნიშვნელობა არ აქვს რომელი პოლიტიკური ძალა წარმოადგენს და თუ ვთვლი რომ ის არასწორ ნაბიჯებს გამს, მე როგორც ესეთი მსხვილი გადამხდელი ვალდებული ვარ, რომ ამაზე ყოველ შემთხვევაში შეფასება გავაკეთო. რა თქმა უნდა, კრიტიკული აზრი დღეს არავის არ მოწონს რა და კრიტიკული აზრის შემთხვევაში რადგანაც ყველა იგივე ბიზნესმენს პოლიტიკურად ნათლავენ და ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე ერიდებიან, მაგრამ მე ვთვლი, რომ არჩევანს როცა აკეთებ, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩამოყალიბდე რა საკეთებ, ხო, ბიზნეს აკეთებ, ფულს აკეთებ. რა გარემოში აკეთებ, როგორ აკეთებ, ერთხელ ვცხოვრობ საერთოდ და ვალდებულებები გვაქვს, ხო, ოჯახი ყავს, შვილები ყავს, თანამშრომლები ყავს, რა. ბოლოს ერთი სამშობლო გვაქვს ახლა. მე ვთვლი, რომ ისეთ შეცდომები არ უნდა დაუშვათ, რომელიც გამოუსწორებადია. სიჩუმე კრიტიკულ მომენტში ღალატის თვალსაზრისია. აქედან გამომდინარე, მე ჩემი გადასახედიდან, ჩემი მიდგომით ვაფასებ და დანარჩენი ყველა თუ შეაფასოს თავისი სიჩუმე იქნება თუ ხმაურიანი გამოსვლებით, რომ ხმაურიანი გამოსვლებით ვნახე თქვენ ეთერში, რომელიც ამიტომ კომენტირებას არ გავაკეთებ. ისტორია ყველას და ყველაფერს ალბათ ყველაზე კარგად დაარქმევს თავის სახას.